ბიჭო, რატო დაგაზავ? Sounds good? ეს თქვით უცხელი ჩაი ცოტა ცივა რა ცხელი გამეყიდა if მოვიდა ლობიანი კუბდარი ჩავაჭირო აუ რა ხედებია რა თავი მგონია რაღაც ფილმში აუ ნახე რა ლამაზია ეგ არის დათაც მოსულა 1-2 წუთია მელოდება მაქსიმუმ 2 წუთი ნორმაში მოკლედ ეგ არის წავედით ხო გავახურეთ ზეთ შევამოწმეთ ჯაჭვები დავზეთეთ და დაგვრჩა რა წნევა უნდა შევამოწმოთ საბურავებში იმიტომ დიდი ხანი არ გავსულვართ და წნევასაც შევამოწმეთ და ეგ არის წესით ყველაფერი მზად გვაქვს და ყველაფერი რიგზია გამარჯობა ყველას მე ორიდაკლი დღეს გვექნება ძალიან საინტერესო მოტოლოგი მივდივართ დავით გარაჯისკენ მე ჩემი Yamaha RZ6 და ჩემი ძმაკაცი წინ დათა Yamaha MT-07-ით კვირა დღეა უნდა მეთქვა კვირა დღეა საცობები არ არის მეთქი და ნუ როგორც ყოველთვის ამ ადგილზე სანამ გმირთან მოვეტანამდე ახვალ სულ ყოველთვის გაჭედილია და არ გამოვიდა ხო ანუ კვირა დღე და საცობები არ არის თქო არა უშავს მოკლედ საინტერესო ვლოგი გელით ძალიან ლამაზი ადგილი უნდა მოვინახულოთ მიუხედავად იმისა რომ თითქოს გვიანია დღეს რომელი ნომერია აღარ მახსოვს მოკლედ კვირა დღეა და დეკემბერი უკვე ახლოს გვაქვს აგერ მოგვადგა სად უხვევდა ერთი აი მანდ რატო იცვლის ზოლს აქეთ უფრო ჩქარა მიდის რამე სხვაობა მისცა ეხლა იმას საცობში დგა ხარ აქეთაც საცობია იქითაც საცობია ზოლის შეცვლით რა მიიღო ეხლა იმ ადამიანმა მაგას ვერ ხვდები და ზოგადად ვერც ერთი ადამიანის რომელიც ამ მომენტებში ზოლს იცვლის ხოლმე ეგ არის მოკლედ საბურავებსაც დავამატეთ ყველაფერი მწყობსია ყველაფერი რიგზია და უკვე შეგვიძლია წავიდეთ პირდაპირ დავით გარაჯისკენ და დავტყვეთ გზით ხედებით დღევანდელი დღით და ასე შემდეგ ასე რომ გარშით არ ხდება და წავედით ბიჭო, რატო დაგაზავ? კარგი იყო. ცოტაც და გავწდებით უკვე ამ ვითომ საცობებს და დავისვენებთ უკვე მაგისტრალზე რომ გავალთ წესით. ახლა გადმოვედით საგარეჯოსკენ თავარი მაგისტრალიდან გადმოვუხვიეთ და ნახოთ ერთი თუ სწორად გამოვედით, იმიტომ რომ ამ ახალი გზით, ამ ახალი მაგისტრალით როგორ უნდა მივიდე დავით გარეჯამდე არ ვიცი და წესით. ახლა საგარეჯოში სწორად ავალთ, მე იქიდან ვიცი უკვე გზა. საგარეჯო, კი ეგ არის, გამოვედით. კარგი, გამოგზავნეთ გზა, საგარეჯო. გამარჯობა. ხაკეთ უკეთესი გზა მახსოვდა რატომღაც
არც ისე კარგი გზა ყოფილა ჯერჯერობით. მოვედით აქ უდაბნოში ვართ. სოფელ უდაბნოში და ეხლა შემოვედით რესტორანში. უდაბნო ტერასა ქვია. კუბდარი შევკვეთეთ, ლობიანი შევკვეთეთ. ჩაი მოგვივიდა. ეს თქვით. ველოდები შეაძრან თან ცივად და გამოთმის. კაი, მოკლედ დავისვენებთ, შევჭამთ, შევთმევით. და გავაგზავნებთ მეგზად თავის გარაჟის. არში თარხზე. და დაგავწნეთ თარხის გამოწერას. უცხელი ჩაი. ცოტა ცივა რა. ცხური გამეყიდა. აი, ცხელი ჩაის იმედი აქვს. ეხლა დავის ხო? იმან რატო შევკვეთა ლიმონათი, არ ვიცი. შენ ჩაის არ დაგალებინებ. აი, ველოდებით აბა ერთი კუბდარს და გავაგრძელებთ. მოვიდა ლობიანი კუბდარი. ლამაზად გამოიყურება. თათა როგორ ხასიათზე ხარ? ძლიერ ხასიათი მოიწი. ძალიან ცხელია. გამოცდილებაში იდეალურია. ცხელია. გამოტენილია. კაი, წავედი. კარგად. როგორც ხედავთ, თებში დაცარიელ და სამწუხაროდ ჩაი დაგვრჩა ერთი ეს მანუგეშებს. ბომძან დაიყო, ახლა ჩავითენთე და მე არც წაფსველი აღარ დაგვრჩა. დავუშვი. აუ, ჩაის არ ვიცი, ჩაი შეუფასებელია, ამას ქულას ვერ დაუწერ. თან როგორ შემოწ სასრული. უსასრულობა. ჩაი არის უსასრულობა. ჯოხი გამოვიდა რა მოიგო. აუ, კიდე ერთი გამოვა არის კიდე აქ. ეს რო წაიღო გზაშიც თერმოსით. გამატანენ იქნება თერმოსით. ეგ არის მოკლედ, კარგად ჭამეთ, დავისვენეთ. და გვიწევს ახლა გასვლა. და ცოტა იყინება მცივაო, მაგრამ რას ვიზავთ, სხვა გზა არ არის, უნდა გავაგრძელოთ გზა. სანამ დაგვაღამდება, იმიტომ რომ ზაფხული აღარ არის, მალე ღამდება და ბევრი დრო არ გვაქვს. აქ ვიყავით, ეს არის უდაბნო ტერასა. ძალიან ლამაზი ადგილია. ძალიან გემრიელად მივირთვით. ასე რომ თუ აქეთ მოხვდებით დავით გარაჟისკენ შეიერეთ აუცილებლად. ჩვენ კიდე გავაგრძელებთ გზას. დარჩით არხზე. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და შევხვდებით დავით გარაჟში. აბა დროებით. ჩავაჭიროთ? ჩავაჭიროთ? მზად ხარ? ნახე რა ჯონზია ბებერი? აბა სად არის MT-07 საბატაო? რაღაცა 2 ცილინდრიანი ველოსიპედი. ასი წელი. აუ, ახლა სანამ ჩავხარე ეგრე არ ვარ, რა მასე არ გვინდა, ნუ. აუ, რა ხედებია რა. თავი მგონია რაღაც ფილმში. იმდენად ლამაზი გზა. თან ყველაზე დიდი პლუსი ის აქვს, რომ ახლოს არის თბილისიდან და ბევრი კითხულობს ხოლმე, რომ აი სად შეიძლება გავიდეთ თბილისიდან. რა ადგილები შეიძლება ვნახოთ, რომ უბრალოდ კარგი დრო გავატაროთ და აგერ დავით გარაჟი მშვენიერი გზაა. ეს ჩვენ დაგვაგვიანდა უბრალოდ, დღეს არის 30 ნოემბერი. ვაღიარებ, რომ ცივა
პლუს რაღაცნაირი გარემოა, თითქოს ძალიან გაუდაბნოებულია ყველაფერი. გადამხმარი, გაუფერულებული და თითქოს ნისლი არის. ნახე რა, აი შორს ვეღარ ხედავ ვერაფერს. დიდი ალბათობით დაბინძურებული ატმოსფეროს გამო არის ასე. ცოტა ადრე უნდა წამოსულიყავით, გულისხმობ სეზონს. აი შემოდგომაზე კარგი იქნება და ძალიან ან გაზაფხულზე. ზაფხულში ვფიქრობ ძალიან სიცხე იქნება და არ იქნება იმდენად სასიამოვნო. ზაფხულში წავიდოდი უფრო მთიანი რეგიონებისკენ და სხვა შემთხვევაში არის იდეალური გზა. აუცილებლად წამოდით, ვინც არ ხართ აქეთ ნამყოფები, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ. ოღონდ ჩვენ სავით მთლად ნოემბერში ნუ წამოხვალთ. აქ მზე როგორც კი გადავა, გავიყინებით. აუ, ნახე რა ლამაზია რა. ულამაზესია. მოვიდით დავითგარეჯში ვართ. ცოტა გავიყინეთ. აქეთ მზე აღარ არის უკვე მოიფარამთას და ინგრევე იგრძნობა სიცივე. პირველად გამიხარდა აღმართების და კიბეების დანახვა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ დამცხებოდა. ცოტა კი დავიყოლე, მაგრამ ეგ არაფერი. წავალთ ახლა შიგნით გადავიღებ რაღაცეებს და გავაგრძელოთ მერე. მოვიქით რა ლამაზია. წამოდათ შევიდეთ თუ გინდა შიგნით. ძალიან ლამაზია რა. ჩემზე იძახი? შენც რა თქმა უნდა. მეც არა, მე. წარმოიდგინე აქ ხალხი გამოქვაბულში ცხოვრობდა. სიცივეში, სიცხეში, წვიმაში, თოვლში, ყინოში და მე აქ წუწუნებ რომ წუწუნებ შემცივდა მეთქი. გამოფუცნული ვარ, რა ვიცი, ყველაფერი მაცვია რაც კი მქონდა სახლში და რა მაქვს ერთი საწუწუნო. კი ვიცოდი რომ აქ გარეული ცხოველებიც შეხვდებოდნენ, გველი ასე შემდეგ. ხვლიკი, მაგრამ აი ერთი ცხოველი მოიძგით გოშიში. როგორც არ მოვალი რომ. აი ერთ-ერთი ცხოველი მაგალითად. ორი ცხოველი. თათა ძაღლს აჭამე ბანანი. არ ჭამს აგე დაუკ. კუბდარი მაინც წამოგიღო. მაიმუნი ხო რა ვარ. ნახე რა წამოკოტრიავდა. რა უცუგი, არ ჭამ ბანანს. რას ვიჟავთ? სხვა არაფერი გვაქვს და. არა, გვაქვს რა სხვა. რა მაშინ ვიჭამდი ახლა ძაღლი თუმშია თან მე თუმეტეს ახლა. არ კი შენ მეტყვი. შუ.
კაი, გადავიღოთ ახლა რაღაც ფოტოები და გავგვერდეთ სახლში, იმიტომ რომ აშკარად დაგვაღამდა და დავай მიტანანჭი. ეგარი მოკლედ მოვინახულეთ და დავით გარეჯი გამოვედით, ახლა გამოვბრუნდით. ვრუნდებით თბილისში. სამწუხაროდ დღე დაპატარავდა ძალიან, ანუ რომელი 5 საათია და მზე გადავიდა უკვე. და საგრძნობლად აცივდა. მზე როგორც კი გადავიდა, ეგრევე ვიგრძენი სიცივე. ანუ შარვალი და ზედა თბილი მაქვს, არ მცივა საერთოდ, მაგრამ აი ხელებზე ვგრძნობ უკვე სიგრილეს, იმიტომ რომ ნაჭრის ხელთათმანებია და ატარებს ცოტა ქარს. და ნუ ფეხებზეც ოდნავ მცივა. იმედი არ გავიყინები გზაში და ვნახოთ რა. მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ ამ რაიდით. გამარჯობა ლამაზებო. ოპ. გავერთე ხო აი გოგოების ყურებაში და კიდევ ჩავარტყი ორმოში. რაღა დაგიმალოს და ხელები გამეყინა მაგრად. რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ანუ ყველაზე მეტად მცივა ხელებზე, სხვაგან არსად, არც ფეხებზე, არც ტანზე, საერთოდ არსად არ მცივა ხელების გარდა. ცუდია, მაინც დაგვაღამდა რა, აი გეგმაში ქონდა რომ 5 საათზე უკვე თბილისში ყოფილიყავით, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე გაიწელა რაღაცეები იქით. ჭამა მოგვინდა იქით, სანამ საბურავები შევამოწმეთ, სანამ საწავი ჩავასხით და ნუ რაღაც პლანებში დავკარგეთ დრომ. ანუ თბილი ხელთათმანი რომ მქონდეს ძალიან ჩვეულებრივი ვივლიდი, საერთოდ არ შემეტყობოდა სიცივე, ვერც ვიგრძნობდი ვერაფერს, იმიტომ რომ ხელების გარდა არსად მცივოდა. როგორც იტყვიან ხოლმე, არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს ცუდი ტანსაცმელიო და მე მგონი მართალია რა. ან მოტოსეზონებით ყველათ არ არსებობს აშკარად, გარდა იმისა რომ ქცივა და არაკომფორტულია გადაადგილება, ცივი ამინდი ზოგადად რისკსაც წარმოადგენს, იმიტომ რომ ასფალტი ცივია და საბურავის მოჭიდებაც ნაკლებია. შესაბამისად, რამე ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში მარტივად შეიძლება გაცურდე. მაქსიმალური სიფრთხილეა ხოლმე საჭირო ზოგადად ცივ ამინდში. პირველი ის რომ არ გაცივდე და მეორე ის რომ არ დაიმტრო. სამწუხაროდ GoPro დამიჯდა და ვეღარ გავჩერდი იმ ჭედვაში რომ შემეცვალა ელემენტი და ყველაზე რთული ნაწილი, ყველაზე მძიმე ნაწილი გამოვიარეთ უკვე. მთელი კახეთის გზატკეცილი, ანუ თბილისის შემოსასვლელი იყო გაჭედილი. მოტოციც კი ვერ ვძურებოდი, ანუ ვერსად ვეტეოდი, რომ გაუნძვალიყავი და ვიტანჯე რა. აქეთ ცოტა ადგილი მაინც არის რომ გავძურეთ და გავიდეთ. თან ცივა, თან იყინები, თან ვერ ძურები, ვერ ეტები და საშინელებაა მოკლედ. ჯობს არ გამოცადოთ ასეთი რაღაცეები. იჭექი სახლში თბილად კომპიუტერთან არ ჯობს. უყურე ჩემ ვლოგს. იქნები მშვენივრად. უკვე მეორე მოტოვლოგია. საცობებში ვასრულებ ვიდეოს და რაღაც უნდა შევცვალოთ რა. არ მომწონს ასე. მოკლედ ჩვენი დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე დარჩით, ვინც ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ არხი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დალაიქეთ ეს ვიდეო. ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე და ყველას მშვიდობიანი რაიდი. აბა კარგად.